აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შემდეგ ახლა უკვე ქართველ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას უზღუდავს. ქართული მხარის მყისიერი რეაგირების მიუხედავად უკვე ერთ კვირაზე მეტია ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თვითნებურად ზღუდავს ქართული მოსახლეობის ისედაც შეზღუდულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას. დე-ფაქტო აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა უსაფრთხოების სამსახურმა ენგურის ხიდზე გამშვები პუნქტის ჩაკეტვა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ეს მათ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს უქმნის. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფალთა თვითნებურმა გადაწყვეტილებამ დააზარალა ის მოსახლეობა, რომლებიც დაუყოვნებლივ ენგურს აქეთ მკურნალობას საჭიროებს. პრობლემები შეექმნათ ასევე აბიტურიენტებს, რომლებსაც ეროვნულ გამოცდებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. გავრცელებული ინფორმაციით ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვას წინ უძღოდა გალის რაიონის დე-ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის თემურ ნადარაიას მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე სავალდებულო გამოსაშვებ საღამოზე აბიტურიენტების მოტყუებით მიწვევის ფაქტი, რომლის შემდეგაც აფხაზურმა მხარემ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ამის შესახებ თვით აფხაზური მედიაცი უწყებოდა. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებას საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინვე გამოეხმაურნენ და საქმის კურსში ჩააყენეს საერთაშორისო პარტნიორები. საუბედუროთ, აი ზომა, რომელიც მიღებული იქნა ახლა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით ენგურზე, სწორედ მოსახლეობაზე აისახება ყველაზე მტკივნეულად. დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აპარატი, ყველა შესაბამისი სტრუქტურა, ყველა ხელთარსებული არხით ცდილობთ იმას, რომ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას ეს შეზღუდვა. დღეს თავარი პრიორიტეტი არის ამ ხალხის ინტერესი. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის გადაადგილება, შეზღუდვები ხდება ხელოვნურად, ყველაზე მეტად აწუხებს ეს მდგომარეობა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით გალში, რომელთაც უნდათ რომ კონდეთ შესაძლებლობა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღონ. განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, რომლის ძელებიც თავად არიან, მათ არ შეეზღუდოთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა, არსებობს გარკვეული მიდგომები. ეს აშკარაა და ცალსახაა, რომ ეს არის რუსეთიდან ნაკარნახები გადაწყვეტილება. ეს უდავოა, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებას ახორციელებს და აკონტროლებს ის ძალები, რომელიც იმყოფებიან თუნდაც ამჟამად საოკუპაციო ხაზზე. საკითხის მოგვარებაში ჩაერთო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც კოორდინირებულად მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის შესაბამის უწყებასთან. განცხადებები გაკეთდა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობებისა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან აბიტურიენტების დიდმა უმრავლესობამ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით შეძლო გამყოფ ხაზზე გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. მადლობას ვუხდი როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების უწყებას, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ახალგაზრდების მხარდაჭერა. მივესალმებით სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგალურად მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ვფიქრობ, განათლების დიპლომატია კიდევ უფრო მეტ კარს გახსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლის გზაზე სახალხო დიპლომატია გავაძლიეროთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ეგრეთ წოდებული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად შექმნილ ვითარებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრის როლანდ ნიჟარაძის, მინისტრის მოადგილის ირმა კეკელიძისა და გალის რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ნონა შონიას ინფორმაციები მოისმინეს არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს იმ ზომებზე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებთან მიმართებაში ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად ოპერატიულად და კოორდინირებულად გაატარა. აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებზე შეღავათები გავრცელდა. ისინი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ შეუფერხებლად ეტაპობრივად
თანახმობრივად შეუერთდებიან ეროვნულ გამოცდებს. აფხაზური მხარე ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც ახალი გამოიგონოს. მაგრამ აფხაზებმა ზოგიერთმა ხელმრუდეებმა ახლა გაიხადეს შემოსავლის წყარო და ენგურის ხიდი და გადაკეტეს ხიდი 400-ზე მეტი აბიტურიენტი შეიწყვეს თვითონზე მოუწყვეს და დაკეტეს გზა. დაღაწესეს ფული, გადასახადი 5000 აბიტურიენტზე, მას რომ შობელი მოყვება 3000 იმას რუსეთის ხელისშემყურენი დარჩენ, ასე რომ არაფერი საშუალება არ აქვს და ისევ ამ ხელმრუდეობას მიყვებიან. ჩვენი ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი განათლების ეროვნული ცენტრი და განათლების მინისტრი ყველაფერს აკეთებს, ვეხმარებით რომ ის ბავშვები დაგვიანებით მოდიან, მაინც აბარებენ გამოცდებს და პასუხია გასაცები არა მარტო აქ ჩვენთან, არამედ იქით ჟენევაშიც, მთელ სოფლიოში და ასეთი უმსხვილობა დღეს დედამიწაზე არ ხდება. შეხვედრაზე გალის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემები და საინტერესო ინფორმაციები გააჟღერა. მან იმ საშინელ ფაქტზე ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ადგილი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთ აბიტურიენტს სიცოცხლის რისკის ფასად მოუწია შემოვლითი გზით ეროვნულ გამოცდაზე ზუგდიდში ჩასვლა, რომელმაც მავთულ ხლართებზე გადმოსვლისას ხელები დაისერა. როგორც ნონა შონიამ აღნიშნა, გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას მიერ ქართველი ახალგაზრდების მიმართ არაერთ გზის გაკეთებული მოჩვენებითი განცხადებების მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები უპირატესობას ქართულ განათლებას ანიჭებენ და განათლების მისაღებად ენგურს აქეთ გადმოდიან. ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ცენტრალური ხელისუფლება და ყველაფერი კეთდება ამ ბავშვების დასახმარებლად, რომ არც ერთი არ დარჩეს ხარისხიანი განათლების მიღმა. მნიშვნელოვანი ნაწილი გადმოსულია აბიტურიენტებისა, უკვე აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რჩება რაღაც ნაწილი, რომლის დასახელებაზე ჩვენ თავს შევიკავებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ გალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ნადარაია და სხვა წარმომადგენლები ყოველწლიურად მოუწოდებენ ბავშვებს სწავლა გააგრძელონ სოხუმის უნივერსიტეტში, იქ მიიღონ განათლება. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვების უფლება სწავლა გააგრძელონ სადაც უნდათ. სამწუხაროდ ეს უფლება ჩამორთმეულია. ბავშვებს საზეიმო დამამთავრებელი ღონისძიება გაუმართეს 27 ივნისს გალისა და ტყვარჩელის წარმომადგენლებმა. სინამდვილეში ნაცვლად იმისა, რომ საზეიმო განწყობა შეექმნა და მიელოცა სკოლის დამთავრება, მათ ამცნეს, რომ ეგრეთ წოდებული საზღვარი გადაკეტილია. შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე, მათ შორის იქ მოქმედი ქართული სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნიეს. რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულმა ზომებმა, სადამსჯელო ღონისძიებებმა საქართველოს წინააღმდეგ ახლა გადაინაცვლა იმ ოკუპირებულ აფხაზეთში და იქიდანაც ჩვენ მივიღეთ ძალიან ისეთი არასასიამოვნო დარტყმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრის დაკეტვის შესახებ მითითება მოვიდა მოსკოვიდან. ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. მე არ მინდა ახლა ამ შემთხვევაში ისეთი მკვეთრი შეფასებები გავაკეთო, რადგანაც საქმე ეხება აბიტურიენტებს, საქმე ეხება ახალგაზრდებს. ეს არის ადამიანის ელემენტარული უფლება. ამ საპროტესტო აქციებიდან არანაირი საფრთხე ენგურს გაღმა ტერიტორიას არანაირად არ ემუქრება. პრობლემა აქ არ არსებობს და ძალიან კარგი იქნება თუ ხელოვნურად არ შევქმნით კიდევ დამატებით პრობლემას. კრიზისის შექმნის პირველი დღიდან უმაღლესი საბჭო სისტემატურ კონტაქტში იყო აფხაზეთის განათლების სამინისტროსთან. ჩვენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საჭირო ჩავთვალეთ, გაგვემართა მუშა თადბირი შეხვედრა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. კიდევ ერთხელ მოგვესმინა თუ ამ წუთისთვის რა მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან დიდი კმაყოფილება გამოვთქვით საქართველოს განათლების სამინისტროს პოზიციის გამო. მე მხედველობაში მაქვს დაგვიანებული აბიტურიენტებისადმი შესაძლებლობის მიცემის უფლება გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მომენტია. იმდენად, რამდენადაც რაც ენგურის ხიდზე ხდება, მარტო განათლების სისტემის და სფეროს თან დაკავშირებული საკითხი არ არის, ეს არის წმინდა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი და იმ არა გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კიდევ ერთხელ დაჩაგვის მცდელობა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის და ვერავინ ვერ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ამაში ჩართული არ არიან ოკუპანტი ძალები, სამხედრო და პოლიტიკური ისტაბლიშმენტი და თავისთავად ცხადია რაიონის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, მაცხოვრებელი პედაგოგები და ამ ბავშვების მშობლები არიან ჩვეულებრივი ეროვნული გმირები.
და ამას ხაზი უნდა გაესვას. ჩვენ ისინი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ და ის ზოგიერთი პოლიტიკოსიც და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელეც, ვინც ფიქრობს, რომ რახან ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთში არ ვრცელდება, ჩვენ რა უნდა ვქნათ, ეს არის დანაშაულებრივი მიდგომა ამ საკითხებისადმი. კონსტიტუციაში გვიწერია საქართველოს მოქალაქე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, უნდა ვეცადოთ, რომ მისი უფლებები დავიცვათ.